წარმოუდგენელია იმერეთის ამ პატარა ქალაქს ესტუმროდა თვალი არ მოგჭრას კლდის წვერზე აღმართულმა დიდებულმა მონასტერმა. შორიდან იგრძნობა მისი ძალა და უნიკალურობა. მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმოსავლეთ კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, რომლის შესასვლელში აშენებულია დიდი და პატარა ეკლესია. მთავარი გამოქვაბული 35 მეტრის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. მისი სიგანე საშუალოდ 20-22 მეტრს შეადგენს. რწმუნდები, რომ მხოლოდ უფლის მადლს შეუძლია შეუძლებელი შექმნას. თოვლისა და სიცივის მიუხედავად ენითაღუწერელი სითბო გვხვდება. კლდეში შეჭრილი ხელთუქმნელი ტაძარი გააოცებს უნიკალურობით და სუნთქვა შეკრული ცდილობ ყველა დეტალის დამახსოვრებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში. ხალხში ესეა დამკვიდრებული მღვიმევის დედათა მონასტერი. მონასტერი არის წმინდა ეკატერინეს სახელობის მთელი კომპლექსი მონასტრის არის წმინდა ეკატერინეს სახელობის. დიდარია ეს მონასტერი ტაძრებით. სულ მონასტერში არის 6 ტრაპეზი. თქვენ ალბათ შეამჩნევთ, რომ მონასტერს ორი სახე აქვს, შეიძლება ითქვას. ახალი კომპლექსია, ცოტა იქით არის და ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ეს არის ძველი. აი ეს ძველი მონასტერი დაარსდა 13 საუკუნეში. რაც შეეხება ამ გამოქვაბულს, ხელთუქმნელ ტაძარს უწოდებენ ეძახით ამას. აი ამ გამოქვაბულში არსებული ტრაპეზი არის მაცხოვრის აღდგომის სახელობის, ანუ ეს ტაძარი არის აღდგომის სახელობის. ამ გამოქვაბულში, როცა ამინდი ცოტა იძლევა საშუალებას და განსაკუთრებული სიცივე არ არის, ну ზამთრის გარდა შეიძლება ითქვას, წირვალოცვა აღევლინება აქ. სამრევლო წირვალოცვა აღევლინება აქ. ბოლო, ესე იგი, განახლებას მონასტრის სიცოცხლე შეიძლება ითქვას, ეს დაიწყო უკვე 90-იანი წლებიდან. 92-13 წლებში ჩამოვზამდნენ დედები უწმინდესის კურთხევით და დამკვიდრდნენ აქ და იქიდან უკვე დაიწყო ინტენსიური ღვთისმსახურება. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მანამდე თვითონ სამწუხარო პერიოდში, გამილი საუკუნის ათეიზმის ხანაშიც არ შეწყვეტილა მსახურება, მეტნაკლებად ინტენსიურით, მაგრამ მსახურება არ შეწყვეტილა და ისევე არის ცნობები, რომ სადღაც 50-იან წლებამდე აქ იყო მონასტრული ცხოვრებაც. 93 წლიდან უკვე აქ დაიწყო ღვთისმსახურება ინტენსიური, რამაც განაპირობა აი ამ მრევლის ესეთი რაოდენობით შეიძლება ითქვას არსებობა. ნახეთ, რომ ყველა ასაკის ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული ამოსასვლელია, ტენდენცია ძალიან სასიამოვნოა. გაგებით, რომ ეს ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ასკნა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ტაძრები არ მხოლოდ აქ, ბევრგან სხვა სოფლებში და ასე შემდეგ, ყოველთვის რაღაც ამაღლებულ ადგილზე შენდებოდა, ცოტა რთულად მისასვლელ ადგილზე შენდებოდა, რომ ადამიანის ღვაწლი გაეწია, რაღაც ღვაწლი გაეწია, რომ ისულიყო ტაძარში. ძალიან უყვართ, ეხლა არ ვსაუბრობ სტუმრებზე, ხა სტუმარი რო ჩამოდის, საბეჭდილების ქვეშ რჩება, უდაოდ და მიდის ისევ დაბრუნების სურვილით. და ადგილობრივსაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი სიყვარული აქვს ელს რაიონს, განსაკუთრებით ახლა ჭიათურიელები მოდიან. დიდი სიყვარული ეს ესეთ თბილად მოიხსენებენ, ყოველ ჩვენი მღვიმევის მონასტერი რაღაცა, მღვიმევის დედათა მონასტერი. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთით კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტერი მოგვიანებით არის აშენებული, ხო, როგორც ახალი დიახ, ეხლა მოგახსენებთ. აქ არ არის სამანქანო. გეცნობათ ისტორია როგორ აშენდა? კი ბატონო. მართლაც შეეხება ახალ ნაწილს ჩვენი მონასტრისა. იქაც არის 3 ტრაპეზი, არის ორსართულიანი ტაძარი. და გვერდზე აქვს პატარა ეკუდერი კიდევ. ამ ეკუდერში არის წმინდა გაბრიელის სახელობის ტრაპეზი, ხოლო თავად ძირითად ტაძარში არის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტრაპეზი და პირველ სართულზე არის წმინდა ნინოს სახელობის ტრაპეზი. გარდა ამისა არის სატრაპეზო, გარდა ამისა არის სტუმრების მისაღები, კელიები დედებისთვის დასაკვირველია და ჯერ ვერავინ წარმოიდგენდა უბრალოდ, რომ იქ თავიდან გაჩნდა იდეა, რომ ტაძარი აშენებული იყო და პატარა რაღაც ისეთი თქვა, რამდენიმე კელია ალბათ და ვერ ვიფიქრებდი იქ თუ რამდენიმე შენობა დაიდგმებოდა, მაგრამ რომ დაიწყეს უკვე ფიქრი ამ მონასტრის კიდევ გაფართოებაზე,
გადაეგზავნა ხუროთმოძღვრების საბჭოშიც აი ეს საბუთები და ვინც ისაც მოუწია ამ საქმის ხელმძღვანელობა, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ მამა გაბრიელი, რომელიც ჩვენი თანამწირველია, აი მის ხევზე გადაიერა მშენებლობა შეიძლება ითქვას. გადაწყდა რომ აი გამოჩნდა ისეთი დიდი ადგილი და გადაწყდა რომ მთელი კომპლექსი აშენდა, სრულფასოვანი კომპლექსი აშენდა იქ. და მე არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას ეს მასალა რაც სამშენებლო მასალა რაც დაჭირდა იმ კომპლექსის აშენებას, ყველაფერი ამოვიდა ქვემოთ კიბესთან შენიშნავდით ალბათ არის საბაგირო გაკეთებული. აი საბაგიროთი მოხდა თლიანად ამოტანა აი ამდენი წარმოუდგენელია, მაგრამ აი ამ სამშენებლო მასალის უამრავი ქვიშა, ქვა, არ ვიცი დაჭირდა ამას ამ საბაგიროთი და ეხლა ეს საშუალება მაინც არის, მაგრამ გადავიდეთ საუკუნეებით უკანა რა, მე-13 საუკუნეში როცა ეს გაკეთდა, ნუ ალბათ მაშინ საოცრებას ჩადიოდი. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მშვენივრად არის მოხატული და შემკულია ჭედური ფირფიტებით. ზემოდან გადმოჰყურებ ჭიათურას და ფიქრობ, ამ პატარა ქალაქს რამდენი სიწმინდისა და მადლის დატევა და მოვლა შესძლებია.